მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მუზეუმმა პედაგოგებს უმასპინძლა. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის პედაგოგებს მასტერკლასი თემაზე სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება მოსწავლეთა კვლევითი უნარჩვევების განვითარებისთვის ჩაუტარდათ. დღეს ჩვენ სტუმრობთ მასწავლებლებთან ერთად გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს. აქ არის ვაჟა-ფშაველას გამოფენა მიძღვნილი ვაჟა-ფშაველას იუბილეისადმი. მაგრამ ზოგადად ჩვენ გვინდა მასწავლებლებს გავააზრებინოთ სამუზეუმო ექსპონატების მნიშვნელობა, ზოგადად მუზეუმის რესურსების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო, ვერტყოდი უნიკალური საგანმანათლებლო რესურსია და ძალიან მოხდული ვართ, რომ მაისში გასული წლის მაისში გაფორმდა მემორანდუმი მუზეუმსა და მასწავლებლის სახლს შორის და ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი დიდ ძორებს შეიტანს როგორც ჩვენთვის, ასევე საგანმანათლებლო სისტემაში, ვინაიდან მუზეუმის უმთავრესი ფუნქცია არის, რომ იქნას გამოყენებული როგორც რესურსი.